საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემათა ციკლს ქართველური ცივილიზაცია. დღეს ჩვენ გვაქვს მეორე ციკლის მეცხრე საუბარი, რომელიც ისევ და ისევ ეყრდნობა ჩემს ერთ-ერთ ბოლო მონოგრაფიას, რომელსაც ქვია მიჯაჭვული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიური ქსელი. დღეს ჩვენი საუბრის თემა გახლავთ ამირანი და ქრისტე. თუმცა აი ამ ტოლობის თუ შეიძლება ასე ითქვას გაჟღერებისას ალბათ გარკვეული ეჭვები წარმოგექმნებათ, ვინაიდან ჩვენს წინა საუბრებში ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ თუ რა ძლიერ ღრმა ფესვები აქვს ამირანიანის თქმულებებს და ჩვენ თუ გახსოვთ ჩავედით ნეოლითის ძველი წელთა აღრიცხვის მე-7,000 წლეულის ჩათალ ჰუიუკის არქეოლოგიურ ძეგლამდე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამირანსა და ქრისტეზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საუბრობთ სულ ცოტა 9,000 წლის მქონე თქმულებების ციკლზე, ხოლო მეორე მხრივ კი ბიბლიაზე, რომელიც მასთან შედარებით გაცილებით უფრო, ასე ვთქვათ, ახალგაზრდაა, რა თქმა უნდა, ეჭვები იბადება, რანაირად შეიძლება, რომ ამირანი და ქრისტე ერთმანეთს უტოლდებოდეს. საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ ამირანიანის თქმულებების სხვადასხვა ეპიზოდებს განვიხილავთ ბიბლიურ ტექსტთან მიმართებაში, აღმოჩნდება, რომ თურმე ეს ჩვენი განცხადება სათაურის სახით სულაც არ ყოფილა საფუძველს მოკლებული. ჩემი კვლევების შედეგად გამოვავლინე 7 მსგავსება და 1 განსხვავება. ეს ჯერჯერობით შემდგომში, რა თქმა უნდა, შეიძლება როგორც მსგავსებების რაოდენობა, ასევე განსხვავებების რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ ერთი ცენტრალური ხაზი, რომ ამირანი და ქრისტე უშუალოდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს იმედი მაქვს, რომ მაინც დარჩება. რაზეა დამყარებული ეს მსგავსებები? ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ და მთელი ჩვენი საუბრის მანძილზე ეს სლაიდი იქნება სულ წარმოდგენილი, რომ თქვენ კარგად და მოხერხებულად ადევნოთ თვალყური ჩვენი საუბრის, ჩვენი დისკუსიის, ჩვენი განხილვის გაგრძელებას და ამავე დროს შეუფარდოთ, უბრალოდ თვალი ადევნოთ იმას თუ რომელ მსგავსებაზე ვისაუბრებთ და რომელ ფორმულაზე გავამახვილებთ ყურადღებას. როდესაც ჩვენ მსგავსებებზე საუბრობთ, აქ 7 მნიშვნელოვანი მსგავსება გამოიყოფა. პირველი ეს გახლავთ ღვთაების დაბადება გამოქვაბულში, ანუ აქ წარმოდგენილია სლაიდზე როგორც დაბადება გამოქვაბულში. მეორე ეს არის მიჯაჭვისა და ჯვარცმის ტოლობა. მესამე გახლავთ დასჯის მღვიმე, ანუ იგივე დასჯის გამოქვაბული. შემდეგ მოდის ჯვარცმის ადგილი, ანუ დასჯის ადგილი. მეხუთე გახლავთ დასჯის, ანუ ჯვარცმის დღე. მეექვსე არის პურღვინოს ფორმულა და მე-7 გახლავთ აღდგომის რწმენა. რაც შეეხება განსხვავებას, იგი ერთი ფორმულით, ერთი ერთეულით არის გამოხატული და ეს გახლავთ აღდგომის განსხვავება. როდესაც მე მსგავსებაზე ვლაპარაკობ, თავიდანვე უნდა მოგახსენოთ, რომ
თითოეული მსგავსება დამყარებული არის გარკვეულ ფორმულაზე. ფორმულა, რა თქმა უნდა, შედგება გარკვეული წევრებისაგან, თუმცა შედეგს ყოველთვის შესაბამის იძლევა. ანუ შედეგი არ იცვლება. იგი იცვლება მხოლოდ და მხოლოდ წევრებთან შეფარდებაში, თორემ პრინციპის მიხედვით ფორმულა უცვლელი რჩება. აი სწორედ ასეთ ფორმულებზია დამყარებული ყველა ის მსგავსება, რომელზედაც ჩვენ დღეს საუბარში გავამახვილებთ ყურადღებას. მაშასე, პირველი ეს არის დაბადება გამოქვაბულში. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ამირანი დაიბადა გამოქვაბულში. ეს იყო დალის ნაადრევი მშობიარობა. ანუ ღვთაება დაიბადა გამოქვაბულში. ეს არის ღვთაების, შობისა და გამოქვაბულის ურთიერთობა. ეს გახლავთ ფორმულა. ახლა გადავხედოთ სხვა ღვთაებებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ქრისტესაც, მაგრამ ქრისტეს მე ბოლოსთვის მოვიტოვებ იმისათვის, რომ გიჩვენოთ თუ როგორი დიდი მსგავსება არის ამირანსა და ქრისტეს შორის. ამიტომ მე ახლა მივმართავ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ღვთაების დაბადებას ბერძნული ლიტერატურიდან, რომელთა დაბადებაც და შობაც დაკავშირებული არის გარკვეულ წილად გამოქვაბულთან. მაშასე, პირველი ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, ზევსის დაბადება. მაგრამ ამისათვის მოდით გავიხსენოთ, რომ გეა და ურანოსი, ანუ დედამიწა და ზეცა, რომლებმაც სხვადასხვა ვარიანტების მიხედვით საკმაოდ ბევრი შვილი შვეს, შემდეგ მათ ყავდათ ვაჟი კრონოსი და კრონოსმა გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, დედის წაქეზებით, რომ მამისთვის ნაყოფიერების ასო მოეჭრა და თვითონ ჩაეგდო ძალაუფლება. კრონოსი მართლაც ასე მოიქცა და რეა, კრონოსის დედამ, რომელმაც დედამის გაიას თხოვა, რომ რამენაირად გადაერჩინა თავისი ძე, გაიამ იგი დიდ გამოქვაბულში გადამალა. ახლა ნახოთ თუ რა ხდება დიონისეს დაბადების დროს. დიონისე მოგეხსენებათ, რომ იყო სელენესა და ზევსის შვილი და ჰერა, რომელიც ეჭვიანობდა თავის მეუღლეზე, რა თქმა უნდა ფიქრობდა, რომ თავიდან მოეშორებინა თავისი კონკურენტი. ამიტომ სელენეს უთხრა, რომ შენოს თხოვეო ზევსს, რომ იგი გამოგეცხადოს თავისი ბრწყინვალებით. აი ზუსტად ისე როგორც მე მეცხადებაო და ერთხელ მართლაც, როდესაც ზევსმა სელენეს უთხრა, რომ რაც გინდა ის ყველაფერს შეგესრულებო, სელენემ უთხრა, რომ შენი ბუნებრივი სახით გამომეცხადეო. ზევსმა რა თქმა უნდა იცოდა, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა აი ასეთი თხოვნის შესრულებას, მაგრამ სიტყვა რა თქმა უნდა ვერ გატეხა. სელენეს გამოეცხადა თავისი ელვარებითა და მცხუნვარებით და სანამ იგი დაიფერფლებოდა, მანამდე ბავშვი ამოართვა მუცლიდან და თავის ბარძახში ჩაიკერა. აი ასე დიონისემ გაატარა მამის ბარძახში კიდევ რამოდენიმე თვე, სანამ მუცლად ყოფის პერიოდი არ დასრულდებოდა, ხოლო შემდეგ კი ზევსმა გაიჭრა ბარძახი, იქიდან დიონისე ამოვიდა. ამის შემდეგ უკვე ზევსის თხოვს ნისას მთის ნიმფებს, რომ ბავშვი გაეზარდათ და მართლაც, როდესაც ნიმფებმა ბავშვი წაიყვანეს, იგი ჩააწვინეს კალათაში და შემდეგ უკვე შეიტანეს გამოქვაბულში. ძალიან საინტერესო არის ამ გამოქვაბულის სახელწოდება, ვინაიდან იგი იკითხება როგორც კორიკიონ ანტრონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ტყავის ტომრის გამოქვაბული. ტყავის ტომრის გამოქვაბულზე, როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ იმ წუთშივე თვალწინ წარმოგვიდგება გუდა, ხო სწორია და აი ეს ტყავის ტომრის გამოქვაბული, ანუ ტყავის ტომარა,
რომელიც დიონისესთან იყო დაკავშირებული, ეს გამოქვაბული და ამავე დროს ამირანი, რომელიც გამოქვაბულში დაიბადა და შემდეგ ხარისყავში გაახვიეს, ესენი რა თქმა უნდა ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია და მეტიც აუცილებლად უნდა მოხდეს ამათი ძალიან ამ წყვილის ძალიან დაწვრილებითი შესწავლა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იგივე გუდას ამბავი ჩვენ ეგვიპტეშიც მიგვიწყება ოსირისის მკვდრითი აღდგომასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. მე უბრალოდ ეხლა ოსირისი იმიტომ ვახსენე, რომ აი ამ კავშირს ტყავის ტომარასთან, გამოქვაბულთან და ღვთაების დაბადებასთან ძალიან ბევრი ფესვი აქვს და ძალიან ბევრ რელიგიაში თუ მითოლოგიაში შეიძლება რომ წაგვიწყდეს და ამას ყველაფერს შესწავლა სჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ ამირანის მთლიანი სისტემა იქნეს ამოღებული როგორც ფესვი, როგორც დედა არსი აი ამ მთლიანი ფორმულისა. შემდეგი ღვთაება ეს გახლავთ ჰერმესი. ჰერმესს ის კავშირი აქვს ამირანთან, რომ იგი გამოქვაბულში ისახება. ზუსტად ისევე როგორც ამირანს დაემართა და შემდეგში უკვე მისი ფუნქცია არის საინტერესო. იგი შიკრიკი იყო ღვთაებასა და ადამიანებს შორის, უпростоრად ღმერთებსა და ადამიანებს შორის და ღმერთების გადაწყვეტილებები ადამიანებამდე მოჰქონდა. როგორც წესი, სასიხარულო ამბებს ატყობინებდა ხოლმე იგი ადამიანებს. ამ თვალსაზრისით ამირანით შეიძლება რა თქმა უნდა გარკვეულწილად აი ასეთ შუამავლად წარმოვიდგინოთ ღვთაებებსა და ადამიანებს შორის, რაც ისედაც ჩვენთვის ცნობილია. ახლა ჩვენ უკვე სამი ღვთაება განვიხილეთ ფაქტობრივად, ეს იყო ზევსი, ეს იყო დიონისე და ჰერმესი და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ფორმულა, ანუ კავშირი გამოქვაბულთან არც ერთ ბერძნულ ღვთაებას არ გაუწყვეტია. ზუსტად ასევეა ამირანიც, მაგრამ მათ შორის მაინც ძალიან სერიოზული, თუმცა პატარა განსხვავება არსებობს. ეს განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ამირანი გამოქვაბულში დაიბადა. მაგრამ მაგალითად ზევსი და დიონისე გამოქვაბულში მხოლოდ და მხოლოდ დაბადების შემდეგ შეიტანეს კალათით თუ როგორც იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ პირველადი და პირველსაწყისი ფორმულა, რა თქმა უნდა, ეს არის ამირანის ფორმულა, მაგრამ ყველა დანარჩენი, იგივე ზევსი ან დიონისე, ეს უკვე მეორადი მოვლენა გახლავთ. აი ასეთი არის მაგალითად აი ამ პირველი ფორმულის ღვთაების დაბადება გამოქვაბულში, ფორმულის გამოყენება ამირანის მიხედვით სხვადასხვა ბერძენ ღმერთებთან დაკავშირებით. ახლა გადავიდეთ ქრისტეს დაბადებაზე, ხო სწორია. ყველასთვის მე დარწმუნებული ვარ, რომ ამისი შეხსენებაც არ მჭირდება თქვენთვის, მაგრამ მაინც კონტექსტის თვალსაზრისით გავიხსენოთ ის მომენტი, რომ იოსები და მარიამი მიდიან თავის სამშობლოში, თავისი წინაპრების სამშობლოში იმისათვის, რომ რომის იმპერატორმა განაცხადა, რომ აღწერა უნდა ჩატარდეს ხალხის აღწერა და ყველა თავის წინაპართა სამშობლოში უნდა დაბრუნდესო. გზაში დაუღამდებათ და შედიან გამოქვაბულში და სწორედ ამ გამოქვაბულში იშვა ქრისტე. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამირანის გამოქვაბულში დაბადება და ქრისტეს გამოქვაბულში დაბადება ერთი სტოლია და ქრისტეს გამოქვაბულში დაბადება ისევე როგორც ამირანისა განსხვავდება რა თქმა უნდა ჩვენს მიერ უკვე ზემოთ ნახსენები ბერძენი ღვთაებებისაგან. ეს ფაქტი ძალიან საინტერესოა, იმდენად რამდენადაც ჩვენ გვიჩვენებს, რომ ამ ფორმულამ შეიძლება განიცადოს გარკვეული ცვლილებები, სულ პაწაწინა მოდიფიკაციები, ეს მოდიფიკაციები შესასწავლია და გასარკვევია თუ რისი მაჩვენებლები არიან ის, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ერთ-ერთზე დამთხევა ფორმულაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სახეზე გვაქვს ფორმულის წევრთა ტოლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი პირველი მსგავსება ამირანსა და ქრისტეს შორის არის
არის ფაქტობრივად დადასტურებული. მეორე ფორმულა, რომელიც ასევე ამირანისა და ქრისტეს ტოლობაზე მიუთითებს, ეს გახლავთ მიჯაჭვისა და ჯვარცმის ტოლობა. რა იგულისხმება ამაში? ჩვენ ვიცით, რომ ამირანი მიაჯაჭვეს და ვიცით ისიც, რომ სხვადასხვა ვარიანტში იგი ხან ხის ძელზე, ასე ვთქვათ, მიაჯაჭვეს, ხან პალოზე, ხან კლდეზე, არის აგრეთვე შემთხვევები, როდესაც ხეზე ან რკინის პალოზე მიაჯაჭვეს, ხო? სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მაგრამ ძალიან ხშირად ნახსენები არის ხოლმე ისიც, რომ ღმერთი, რომელიც დასჯის ამირანს, შემდეგ მას დაუკვირდით ახლა პირჯვარცს გადასწერს ხოლმე. აქ უკვე შემოსული არის აი ამ ჯვარცმის კომპონენტი, ჯვრის კომპონენტი, დასჯასთან დაკავშირებული ჯვარცმის კომპონენტი. თუმცა იგი რა თქმა უნდა არ არის ძალიან მძაფრად გამოხატული, მაგრამ როდესაც ქრისტეს შევადარებთ, უკვე აღმოჩნდება, რომ თურმე ეს ძალიან სერიოზული ელემენტი ყოფილა. მაშას ერთ-ერთი სხვათა შორის მეგრული ვარიანტის მიხედვით არ ამხუტოს ღმერთი, რომ დასჯის მას ძაფით, ასე ვთქვათ, ძაფს შემოავლებს და შემდეგ ეკითხება ღმერთი, რომ აბა გასწყვეტო ამ ძაფსო და როდესაც არ ამხუტო ძაფს ვეღარ გასწყვეტს, მერე ღმერთი მივა ამირანთან პირჯვარცს სახეზე გადასწერს და ჯაჭვები უკაცრავად ძაფი იმ წუთშივე ჯაჭვად გადაიქცევა. აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია ჯვარცმისა და ჯვარცმის ჯვრის როგორც ასეთისა და დასჯის ფორმულის თუ გნებავთ, დასჯის აი ამ სემანტიკის გამოსახატავად. ახლა ვნახოთ რა ხდება ქრისტეს შემთხვევაში. ქრისტეს შემთხვევაში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აი ასე უნდა ვთქვა. თითქოს უფრო დახვეწილია დასჯის იარაღი, ეს არის ჯვარი, ხო? თუ პირველ ამირანის შემთხვევაში ქონდა პალო, ჯოხი, რაღაც ხე და ასე შემდეგ, აქ უკვე ჩვენ გვაქვს პირდაპირ ჯვარი, რომელზედაც იესო ქრისტე აცვეს. გაგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი წინასაუბრების დროს ეს ჯვარი, ცხოველმყოფელი ჯვარი, ხო, წარმოადგენდა არა მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლოს დასჯისა და იესო ქრისტეს წამებისა და მისი სიკვდილისა, არამედ აგრეთვე იგი იყო ამირანის ხმალიც და იგი იყო აგრეთვე ქართული ასომთავრული ქანიც. ანუ სწორედ აი ამ ჭრილში უნდა მოხდეს, აი ამ მრავალ შრესთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შემდეგში უკვე იესო ქრისტეს დასჯისა და სიკვდილის განხილვა. მაშასე ჩვენ ვღებულობთ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ისევ და ისევ ამირანისა და იესო ქრისტეს დასჯის მომენტები. ჩვენ ვხედავთ, რომ მართალია ამირანთან დაკავშირებით ჩვენ ჯვარცმა პირდაპირ ამ გაგებით არა გვაქვს, ჩვენ გვაქვს პრიმიტიული ჯვარცმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმის გამო, რომ ღვთაება ამირანს პირჯვარს გადასწერს ხოლმე. ხოლო მეორე შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს ცხოველმყოფელ ჯვარზე იესო ქრისტეს ჯვარცმა. მაშესადამე ჩვენ აქაც იგივე ფორმულა გვაქვს შენარჩუნებული, მაგრამ განსხვავება არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამირანთან ეს არის პრიმიტიული, ეს არის პირველყოფილი, ასე ვთქვათ, სახე ჯვარცმისა შემორჩენილი, მაშინ როდესაც იესო ქრისტესთან მას უკვე შედარებით უფრო განვითარებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახე აქვს. ახლა გადავიდეთ მესამე ფორმულაზე და ეს გახლავთ დასჯის მღვიმის ფორმულა. ანუ როდესაც ღვთაება რომელიმე მღვიმეში ისჯება და აქ ყველაზე საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ აქ ხდება მღვიმის, ანუ გამოქვაბულის მრავალ შრეობრივი ინფორმაციის ამოღება. ჩვენ როგორც უკვე წეღან ვახსენეთ და ვიცით ისედაც, ხო, რომ ქრისტეც და ამირანიც ორივენი გამოქვაბულში დაიბადნენ, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ამირანი ისევ გამოქვაბულში სხვადასხვა ვარიანტების მიხედვით, რა თქმა უნდა, ამირანი ისევ გამოქვაბულში დასაჯეს და მას თავზე ღმერთმა
გერგეთისა და ყაზბეგის მთა დააფარა იმისათვის რომ მას ნათელი არ ეხილა ხო ანუ გამოდის რომ ამირანის შემთხვევაში გამოქვაბულს აქვს არა მხოლოდ შობასთან დაკავშირებული მნიშვნელობა არამედ მას თურმე ჰქონია ძალიან დიდი მნიშვნელობა სასჯელთანაც და ქრისტეს შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ იესო ქრისტე ჯვარცმიდა რომ ჩამოხსნეს შემდეგ იგი შეიყვანეს ისევ გამოქვაბულში აი ამ გამოქვაბულში შეყვანა ზუსტად იგივე ფორმულას იმეორებს რაც ამირანთან ორივე ქრისტეც და ამირანიც დაიბადნენ გამოქვაბულში და დასჯის შემთხვევაში ორივე ისევ გამოქვაბულში აღმოჩნდა რა თქმა უნდა აქ ეს პატარა განსხვავება რომელიც ჩვენ გვაქვს ქრისტესა და ამირანს შორის იმიტომ რომ ამირანი დღესაც დასჯილია დღესაც იქ არის მაშინ როდესაც იესო ქრისტე ჩვენ ვიცით რომ მესამე დღეს უკვე ზეცად ამაღლდა და თავის მამას შეუერთდა მაშესადამე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ დასჯის მღვიმე ჩვენ ერთი თვალსაზრისით თუ გვაქვს ასოცირებული სიკვდილთან მეორე თვალსაზრისით ასოცირებული გვაქვს შობასთან მაგრამ ამავე დროს თუ ცოტა უფრო ღრმად წავალთ ამირანის შემთხვევაში აღმოჩნდება რომ იგი არის მისი დედის ქალღმრთაება დალის სახლიც მაშასე ჩვენ გავიარეთ ახლა სამი ფორმულა და გადავდივართ მეოთხე ფორმულაზე და ეს გახლავთ ჯვარცმის ადგილი ჯვარცმის ადგილი იესო ქრისტესთან დაკავშირებით რა თქმა უნდა იყო გოლგოთა და ეს ყველასთვის კარგად ცნობილია მაგრამ არ ვიცი რამდენმა მიაქცია ყურადღება ამირანის თქმულებებში იმ ფაქტს რომ ერთ-ერთ ქართლურ თქმულებაში დევებმა ამირანი პატარობისას მოიტაცეს და იგი სადღაცას მიაგდეს რომ მომკვდარიყო მაგრამ ამირანი არ მოკვდა იგი ერთმა დედაბერმა იპოვა და წაიყვანა თავის სახლში და გაზარდა. როდესაც ამირანის შესახებ ცოცხალი პიროვნების შესახებ დევებმა შეიტყვეს, მათ გადაწყვიტეს რომ ძველი განზრახვა სისრულეში მოეყვანათ და ამირანი მაინც მოეკლათ. მათ ამირანი გაბანგეს, მიაძინეს ბანგით და შემდეგ წაიყვანეს და ერთ-ერთ გორაზე, ერთ-ერთ უკაცრიელ გორაზე დატოვეს იგი რომ მომკვდარიყო. აი ამ გორას ერქვა გორგოთის გორა. ანუ ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ გოლგოთა და მეორე მხრივ გორგოთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფონეტიკური თვალსაზრისით აქ არანაირი ფაქტობრივად განსხვავება არ არის, იმიტომ რომ რ-სა და լ-ს ერთმანეთში გადასვლა ძალიან მარტივი ფონეტიკური პროცესი გახლავთ. აქედან გამომდინარე, გოლგოთა და გორგოთა ფაქტობრივად ერთი და იგივე მთის, ერთი და იგივე გორის აღნიშვნელია და ეს გორა, ეს მთა არის ღვთაების დასჯის გორა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აი ეს მეოთხე ფორმულაც უკვე ამირანსა და ქრისტეს შორის არის სავსებით გამართლებული და ამას ჩვენ უკვე ლინგვისტური, ანუ ენობრივი მონაცემები გვიდასტურებს. და ახლა მოდის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი და ეს გახლავთ დასჯის, ანუ ჯვარცმის დღე. ჯვარცმის დღე, როგორც ეს ბიბლიიდან არის ცნობილი, ეს გახლავთ პარასკევი. ჩვენ რამდენი ათასწლეულია, უпростоრად ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს წითელ პარასკევს. ეს უდიდესი მოვლენა იყო ქრისტიანული სამყაროსათვის და არ დაგიმალავთ, რომ პატარობიდანვე მქონდა აი ეს წითელი პარასკევი არსებობდა როგორც დღე, რომელსაც მოუთმენლად ველოდით ხოლმე ბავშვები. არ ვიცი, ალბათ ჩემი ასაკის ადამიანები დამეთანხმებიან იმაში, რომ როგორც კი წითელი პარასკევი დადგებოდა ხოლმე, ბავშვები გამოვიდოდით ხოლმე ეზოში
დროშით სპეციალურად ვარჩევდით ხოლმე მაგარ კვერცხებს, მე იყო შეჯიბრი ამ კვერცხებთან დაკავშირებით, წაგებულებს ვართმევდით კვერცხებს, ხან პასკებს და იყო ერთი ჟრიამული და სიხარული. თუმცა უკვე ზრდასრულობის ასაკში უკვე ნათელი გახდა, რა თქმა უნდა, რომ აი ის ჩვენი სასიხარულო დღე, თურმე რომელიც დაკავშირებული იყო წითელ პარასკევთან, თურმე ყოფილა ძალიან სამწუხარო დღე, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეს აცვეს იესო ქრისტე ჯვარს. ახლა ვნახოთ რა ხდება ამირანის შემთხვევაში. ამირანის შემთხვევაში არცად არ არის ნათქვამი ამირანი ამადა ამ დღეს დასაჯეს, მაგრამ ეს უნდა მივაწეროთ ჩვენი წინაპრების გენიოსობას, რომ მათ ისე შემოგვაპარეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამირანის დასჯის დღე, რომ ჩვენ ამაზე არც კი გვიფიქრია. გავიხსენოთ, რომ ყოველ დიდ ხუთშაბათს მჭედლები გამოდიან ხოლმე უბრად შედიან სამჭედლოში და უროს ურტყავენ გრდემს. ამას ისინი აკეთებენ იმისთვის, რომ ყურშას მიერ გათხელებული ჯვარი, უკაცრავად ჯაჭვი ისევ გამთელდეს და ამირანის ტყვეობა, ამირანის ტანჯვა ისევ გაგრძელდეს, ანუ სასჯელი გაუგრძელდეს ამირანს. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ თუ ეს აქტი ხორციელდება ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ დიდ ხუთშაბათს, არა და წელიწადში ერთხელ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამირანი დასჯილი იყო ხუთშაბათ დღეს. აი სწორედ ამიტომ ეწოდება ხუთშაბათს დიდ ხუთშაბათი, რომ ის ხუთშაბათი ისეთივე სამახსოვრო უნდა ყოფილიყო ქართველებისათვის, როგორც შემდეგში გახდა წითელი პარასკევი ქრისტიანობისათვის. მაგრამ ახლა თუ ჩვენ გვაქვს ამირანის შემთხვევაში ხუთშაბათი და იესო ქრისტეს შემთხვევაში პარასკევი, გამოდის რომ მათი დასჯის დღე ერთადერთი დღით განსხვავდება. ანუ ძალიან ახლოს არიან ისინი ერთმანეთთან. ამისი ამ ამბის შემჩნევა, ამ ფაქტის შემჩნევა თავისთავად ბადებს უკვე კითხვას იმის შესახებ, სადღაც შეცდომა ხომ არ მოხდა. რატომ არის რომ აი ასეთი უმნიშვნელო, შეიძლება ვიტყოდი კალენდარული თუ გნებავთ, აცდენა დაფიქსირებული არის ერთმანეთისგან 1000 წლებით დაშორებულ ფაქტებს შორის. არ მასვენებდა მართალი გითხრათ ეს ფიქრი მას შემდეგ რაც ეს განსხვავება შევამჩნიე და ვფიქრობდი საიდან დამეწყო. რა თქმა უნდა დამეწყო ისევ ამირანიანიდან, ანუ იგულისხმება რომ ამირანიანი უნდა ამეღო როგორც დედანი აი ამ დასჯის დღისა და ძირითადად მაინც უნდა მეძებნა იესო ქრისტესთან დაკავშირებით, თუ იყო რაიმე ეჭვი გამოთქმული აი ამ პარასკევ დღესთან დაკავშირებით, დასჯის დღესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი ვეძებე და ჩემი ძებნა დაგვირგვინდა საკმაოდ საინტერესო სტატიით. ეს გახლავთ ამერიკელი მკვლევრის შარი ებოტის სტატია, რომლის სახელიც არის ზუსტად ისეთი, როგორც მე მაინტერესებდა. ეს გახლავთ იესო ქრისტე დაიბადა ოთხშაბათს, ხუთშაბათს თუ პარასკევს. საოცარი დეტალიზაციით აქვს ქალბატონებოც განხილული აი ეს ბიბლიის ყველა მონაკვეთი, რომელიც კი შეეხება აი ამ დასჯის მომენტს და იგი საბოლოოდ ასკვნის, რომ იესო ქრისტე დაიბადა ხუთშაბათს და არა პარასკევს. და ამას იგი ადასტურებს თვითონ ბიბლიაში მოცემული ტექსტებით. მისი აზრით ჩვენ პარასკევს ახალი კალენდრით ვანგარიშობთო, მაგრამ თუ ჩვენ გადავხედავთ ღმერთმა როგორ ასე ვთქვათ, ღმერთმა როგორ გააჩინა სამყარო და თვითონ ღმერთმა როგორ დააწესა ასე ვთქვათ აი ამ დღეების მონაცვლეობა, აღმოჩნდებაო, რომ ჩვენ ერთი დღით უკან უნდა გადავინაცვლოთ. ახლა იმისათვის, რომ ეს ქალბატონ შარი ებოტის
სიტყვები ასე ვთქვათ დავადასტუროთ უშუალოდ ბიბლიიდან მე წავიკითხავ ორ პაწაწინა მონაკვეთს დაბადებიდან სადაც აღწერილი არის ყველა დღის მთელი შესაქმის პერიოდის დღეები მაგრამ მე მხოლოდ პირველსა და ბოლოზე მოგახსენებთ მაშასე მიწა იყო უსახო და უდაბური ბნელი იყო ბნელი იდო უფსკულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ თქვა ღმერთმა იყოს ნათელი და იქმნა ნათელი და ნახა ღმერთმა რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე და ეხლა იყო საღამო იყო დილა პირველი დღე ანუ ღმერთმა დღეების ათვლა დაიწყო საღამოდან და იმ საღამოს უწოდა დილა მივხვდით ხო ესე იგი აი დღეს რომ პარასკევია სინამდვილეში მე საღამოს 9 საათი ხომ არის ეხლა და სინამდვილეში ეხლა ხუთშაბათია და არა პარასკევი აი ეხლა მოგიყვანთ ბოლო მაგალითსაც აქედან უკვე მე-6 დღესთან დაკავშირებით რომ კიდევ ერთხელ დავწუნდეთ ამაში დაინახა ღმერთმა ეს არის პირველი 31 დაინახა ღმერთმა ყოველივე რაც გააჩინა და აჰა ძალიან კარგი იყო საღამო იყო დილა მე-6 დღე მაშესადამე ის პარასკევი რომელზედაც ჩვენ ასე ვთქვათ რომელსაც ჩვენ მივაწერთ იესო ქრისტეს დასჯას თურმე ასე არ ყოფილა აი წარმოვიდგინოთ ეხლა ძალიან მარტივად რომ დღეს არის 4 საღამო რაც იმას ნიშნავს რომ მე უკვე საღამოს ანუ დაუშვათ 9 საათზე ხო საღამოს 9 საათიდან იწყება ხუთშაბათი დაიწყო ხუთშაბათი იწყება სამზადისიო ხო ამ სერობისა შემდეგ ტარდება უკვე უკანასკნელი ვახშამი იქ იესო ქრისტე მიმართავს თავის მოწაფეებს შემდეგ იგი გამოდის ბაღში გესტიმანიის ბაღში და მას დაიჭერენ ჯვარს აცვამენ და სადღაც შუადღისას ისევ ხუთშაბათზეა ლაპარაკი სადღაც შუადღისას იესო ქრისტე უკანასკნელად ამოისუნთქებს აი ამ ჯვარცმის მერე და მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი გვინდა საღამოს 9 საათამდე რომ მივიდეთ რომ შემდეგ უკვე დაიწყოს პარასკევი დღე აი ასეთი კალენდარული ათვლა მოდით ასე ვიტყოდი ღმერთის მიერ დადგენილი ათვლა დღეებისა და ღამეებისა სწორედ გამოიყენა შარიებოტმა იმისათვის რომ ეჩვენებინა რომ ფაქტობრივად როდესაც ჩვენ ვახსენებთ იესო ქრისტეს დასჯას ჯვარცმას პარასკევ დღეს არის შეცდომა იგი ყოფილა თურმე ხუთშაბათი რა მივიღეთ ის რომ ამდენი 1000 წლით ხო 7000-დან დაახლოებით 7-8 წლის ასე ვთქვათ მონაკვეთით ხო თურმე ქართული ამირანიანი იმალავდა აი ამ საიდუმლოს იესო ქრისტეს რეალური ჯვარცმის დღის შესახებ და ჩვენ ეს არავინ არ ვიცოდით და აი ამხელა უზარმაზარი ქრისტიანული სამყარო უკვე 2000 წელი გადის ხო თითქმის რაც თურმე შეცდომით აღნიშნავდით ხოლმე იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს თურმე ეს ყოფილა ხუთშაბათი და ეს ხუთშაბათი არის იგივე რაც ამირანის დასჯის დიდი ხუთშაბათი აი ეს ფორმულა და თვითონ ის ფაქტი რომ ამირანიანი ამდენი ხნის განმავლობაში თუ შეიძლება ასე ითქვას იყო ჩუმად
და არაფერს ამბობდა და ჩვენც რა ვიცი მკვლევრები ხო მაინც და მაინც აი ამ სადაო საკითხს თუ შეიძლება არ ვეხებოდით ძალიან ბევრი რამით იყო ხო გაპიროვნებული იმიტომ რომ ეს ისია მილიონობით ადამიანის სისხლში გამჯდარი რომ ეს ასე უნდა იყოს და უცებ ამისთანა საიდუმლოს გამჟღავნება რომ თურმე ჩვენ ამდენი 1000 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შეცდომას უშვებდით ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ასატანია და მართალი რომ გითხრათ შარიებოტის სტატიის წაკითხვის შემდეგ გარკვეული პერიოდი ვერაფრით ვერ უტყდებოდი ჩემ თავს რომ აი ასეთი დიდი შეცდომა იქნა დაშვებული და ჩვენ ამ შეცდომას დღესაც ვაგრძელებთ ასია თუ ისე ჩვენ ფაქტობრივად ახლა ვაჩვენეთ რომ დასჯის დღე თურმე ყოფილა აბსოლუტურად იგივე და იესო ქრისტეს დასჯის დღე სწორედაც რომ ამირანის დასჯის დღეს უტოლდება აი ამით ეხლა ჩვენ უკვე გადავიდეთ ამ ფორმულის შემდეგ მეხუთე ფორმულა გახლავთ ეს ეხლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ეგრეთ წოდებულ პურ-ღვინოს ფორმულაზე და თქვენ იგი მე-6 ნომრად აგაქვთ სლაიდზე რა იგულისხმება პურ-ღვინოში როდესაც იესო ქრისტესთან დაკავშირებით პურსა და ღვინოზე ვსაუბრობთ რა თქმა უნდა სულ ყველას გაგვახსენდება სწორედ საიდუმლოს ერობა როდესაც იესო ქრისტემ მიმართა თავის მოწაფეებს და უთხრა რომ მისი და უთხრა რომ პური იქნებოდა მისი ხორცი ხოლო ღვინო კი იქნებოდა მისი სისხლი აი წავიკითხავ ახლა აი ამ ბოლო მონაკვეთს და შემდეგ უკვე განვაგრძოთ საუბარი ლუკა 22:19 აიღო პური მადლი შესწირა გატეხა მისცა მათ და თქვა ეს არის ჩემი ხორცი თქვენ ეს ყავით ჩემს მოსახსენებლად აგრეთვე სასმისის ერობის შემდეგ და თქვა ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ რომელიც დაინთხება თქვენთვის თითქოს აი აქ რა უნდა ყოფილიყო მსგავსება ამირანიანსა და ბიბლიას შორის მაგრამ ეხლა მე თქვენ წაგეკითხავთ ერთი ქართლური თქმულებიდან ამირანის შესახებ პატარა მონაკვეთს როდესაც ღმერთმა დასაჯა უკვე ამირანი მაშინ შესწეხია ღმერთმა ამირანი და დააბა ზედი მხეზედ დაბმულს ამირანს ზედ თოვლყინულიანი გერგეტი და ყაზბეგის მთა დაახურა რომ ამირანს ცადა დედამიწა ვეღარ ენახა და მოწყვეტილი ყოფილიყო სინათლესა და სიხარულს მას შემდეგ იქ არის ამირანი მიჯაჭული დღეში ღვთისაგან ერთი პური აქვს და ერთი მინა ღვინო საზრდოდ ყოველ დღე ყორანი მიუტანს და დაუდგამს წინ აქედან გამომდინარე აი ეს პური და ღვინო რომელიც არის ამირანის საზრდო ეს იგივე ხორცი და იგივე სისხლია რომელზედაც იესო ქრისტე საუბრობს აქედან გამომდინარე ეს ღვინისა და პურის ფორმულა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ორივე ღვთაებამ სწორედ ადამიანებისათვის გასწირა პურიცა და ღვინოც თავისი სისხლიცა და ხორცით და ამას ეხლა კიდევ ერთი პატარა მონაკვეთით დაგიდასტურებთ საქმე იმაშია რომ ერთხელ როდესაც გაღებული კარიბჭის გამოქვაბულის კარიბჭის დროს ერთი მწყემსი შევა და ამირანი პურს მოსთხოვს როდესაც ამ პურის ნატეხს აიღებს ხელს მოუჭერს მას და იქიდან სისხლი გამოვა და ეუბნება მე რომ თავისუფალი ვიყოვო აი ამ პურიდან რძე გამოვიდოდაო ხო ჩემს დროს რძეში მოზელილ პურს ვჭამდითო აქედან გამომდინარე აი ეს საკვები ანუ არა მხოლოდ ხორციელი საკვები არამედ არა
როგორ გითხრათ, არა უშუალოდ საკვები, რაც ადამიანს ფიზიოლოგიური და ზოგადად სიცოცხლისათვის სჭირდება, არამედ მისი სულიერი საკვებით ეს მთლიანად ჩადებული იყო პურისა და ღვინის სიმბოლიკაში და ამ ფორმულაში. და ახლა მივედით ჩვენ უკვე ბოლო მეშვიდე მსგავსებამდე და ბოლო მეშვიდე ფორმულამდე, ეს გახლავთ აღდგომის რწმენა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენა ჩვენს უყველას გვაქვს. თუმცა მე აქ შევახსენებდი ჩვენს მსმენელებს, რომ იესო ქრისტე მესამე დღეს აღდგა, ხო? მაგრამ ეს საკითხი კიდევ სხვაგან მიდის, ამაზე არ ვისაუბრებთ ახლა, მაგრამ იმის შემთხვევაში, ამირანის შემთხვევაშიც ჩვენ ანალოგიური რწმენა გაგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად არც ერთი თქმულება ყოველ შემთხვევაში მიხეილ ჩიქოვანის მიჯაჭვულ ამირანში არც ერთი თქმულება არ საუბრობს იმაზე, რომ ამირანი აუცილებლად აღდგება, მაგრამ ეს რწმენა ჩვენ სუყველას გაგვაჩნია, ჩვენ ადამიანებს გაგვაჩნია, მაგრამ და გადავდივარ განსხვავებაზე, მაგრამ მათ შორის არსებობს განსხვავება და ზუსტად ეს განსხვავებაა ის განსხვავება, რომ იესო ქრისტე აღდგება მესამე დღეს, შეუერთდება მამას, შემდეგ იგი ისევ ბრუნდება, ეს სხვა მომენტია და ამირანი კი ისევ მიჯაჭვულია გამოქვაბულში, თუ კლდეზია მიჯაჭვილი, თუ ხეზია, რაზეც არის, ანუ მისი სასჯელი ისევ გრძელდება. აი ეს არის ძალიან დიდი განსხვავება მათ შორის, მაგრამ ისევე როგორც ყველა ეს ფორმულა და შემდეგ უკვე იესო ქრისტეს აღდგომა, როგორც ეს მოცემული არის ბიბლიაში, ჩვენ გვაგულისხმებინებს იმას, რომ ამირანის აღდგომაც აუცილებლად დადგება. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორია და ეს დროც აუცილებლად მოვა. აი ასე, ამით მინდა დავამთავრო მე დღეს ჩემი საუბარი ამირანსა და ქრისტეს შესახებ და იმ მსგავსებებზე, რომლებიც მათ აერთიანებს. აქვე გეტყვით, რომ არის კიდევ სხვა ფორმულებიც, რომლებიც ამირანსა და ქრისტეს შორის მსგავსებას აჩენენ, მაგრამ ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი საუბარი იმ განსხვავებებზე და იმ მსგავსებებზე კი ალბათ ჩვენ მომავალში გვექნება შესაძლებლობა და მათზე ვისაუბრებთ. ახლა დაგემშვიდობებით ძვირფასო მსმენელებო, მაყურებლებო, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ პარასკევამდე.